გურჯაანში, სოფელ მელაანში სამივე დაღუპული არასრულწლოვანია, ისინი ერთმანეთის ნათესავები არიან. ბავშვები ავტოსაგზაოს შემთხვევისას გასულ ღამეს დაიღუპნენ. მათ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლეს. ავტომანქანა, რომელშიც სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. გააწანით ცილა რუსეთს მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ეს ომი. მოუწოდებს პარტნიორებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. სიბი გააცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს ენერგეტიკულ შემოსავლებზე წვდომა უნდა შეუზღუდოს და ჩაუკეტოს სანქციების თავიდან აცილების სქემები. ზელენსკისა და პუტინს შორის შეხვედრა შესაძლებელია, აცხადებს ტრამპის წარმომადგენელი. უიტკოფი არ გამორიცხავს, რომ თუ ეს შეხვედრა შედგება, მას ტრამპიც დაესწროს. მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ უკრაინასა და რუსეთს რამდენიმე წინადადება წარუდგინა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სავარაუდოდ 3 კვირაში გაიმართება. ლვოვის ცენტრში აფეთქებები უკრაინის საგამოძიებო ორგანოებმა ტერორისტულ აქტად დააკვალიფიცირეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით დაკავებულია 1 ეჭვმიტანილი. ქალაქში 2 აფეთქება გვიან ღამით მოხდა, დაშავდა 25 ადამიანი, დაიღუპა 1 პოლიციელი. სომხეთი ევროკავშირისგან 202 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს მიიღებს. ევროკავშირის წარმომადგენლების სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების შესათანხმებლად სომხეთში იმყოფებოდნენ. 19-20 მარტს კი ერევანში ევროკავშირს სომხეთის პირველი ერთობლივი სამიტი გაიმართება.